ბევრმა ჩვენგანმა მოლხენა დაიწყო გასული წლის მაგალითად 25 დეკემბერს ან 26-ში 27-ში უმრავლესობამ 31 დეკემბერს მინიმუმ ერთი ჭიქა ასწია ახლობელ მეგობრებს ახალი წელი მიულოცა ბევრმა განაგრძო 1 იანვარს 2 ბოთლი ღვინო თუ არაყი მიიღეს მერე 3-ში 4-ში 5-ში 7-ში სადაც 5-ში იქ 7-ში მოდი 8-ში გამოვხიზდებიო ბევრმა თქვა მაგრამ 10-მდე ვერ მოახერხა ბევრმა თქვა მოდი 10-ში მაინც შევწყვეტო მაგრამ 12-მდე კი ვერ მოახერხა და ასე გაგრძელდა და გრძელდება იანვრის მძიმე თვე ბევრისათვის ჩვენ საზოგადოებაში საქმეს მიივიწყებენ ხოლმე გასაკეთებელს მიივიწყებენ ოჯახებსაც მიივიწყებენ ხოლმე და მიეცემიან ამ სმაჭამა დიდად შესარგი დება რასავარგულიას არა ხრეობას უფრო თუ მთლად გულახდილები ვიქნებით ერთ-ერთი ვინც 25 დეკემბერს არ ვიცი რამდენად სწორია მაგრამ აი იანვრის დასაწყისიდან ან დეკემბრის ბოლოდან დაიწყო ხრეობა არის ფილოსოფოსი კარისა ბიძინა ივანიშვილისა პერსონალურად ანუ ზაზა შათირიშვილი რომლის სიმნაცნობ მეგობართა ნაწილს თანამზრახველთა ნაწილს რომლებიც მასთან ერთად ილხერენ უკვე წლებია მე ვიცნობ პირადადაც კი ისინიც კაი ბიჭები არიან 1 და 2 ლიტრას კი არ შესვამენ ხოლმე თითო მოლხენისას არამედ მიეცემიან ამ ხრეობას და 4-5 ლიტრაზე თუ ჩერდებიან ისიც ძნელად ზაზამაც შათირიშვილმა კარის ფილოსოფოსმა ჩემი წარმოდგენით თუმცა დადასტურებული ფაქტი ცხადია არ მაქვს ეს ხრეობა დაიწყო უხეშად 31 დეკემბერს ღმერთმა შეარგოსო ბევრი იტყვის უძლებს მისი ორგანიზმიო პირველში გააგრძელა 2-ში 3-ში 7-ში 10-ში ვერა და ვერ გამოფხიზდა მძიმე დღეა კი არა მძიმე თვეა მისთვისაც და რომელიღაც ეტაპზე ჩემი წარმოდგენით მან მიიღო დავალება ბიძინა ივანიშვილისაგან მაგალითად 15-ში 16-ში რომ გამოაცხე ახლა მორიგი სტატუსიო რომლის ძირითადი აქცენტებიც უნდა იყოს ასეთი და ამგვარიო ეს იქნებოდა შეკვეთა აბასტუმრის უღრანების ბინადარისა და გამოფხიზლებულმა ძლივს გამოფხიზლებულმა ზაზა შათირიშვილმა უკვე დღეს მიაწოდა საკუთარი ნაზრევი ტელეკომპანია იმედს თავის Facebook გვერდზეც ექნება გამოქვეყნებული და გამოაცხო მაგრამ რა გამოაცხო არ არის ეს ისეთი ვრცელი სტატუსი პოსტი ტექსტი როგორც მას ახასიათებს ეთქობა გაუჭირდა მაგრამ რაც არის ისიც ტევადია და ისიც საინტერესოა და წესითა დარიგით ყველა პატრიოტსანი მოქალაქე წუთითაც კი არ უნდა ჩერდებოდეს საკმაოდ ვრცელ ტექსტზე არ არის ვრცელი მეთქი ისეთი ვრცელი არ არის თორე ვრცელი როგორ არ არის და წუთსაც კი არ უნდა უთმობდეს ამ ბოდვას რასაც გვთავაზობს კარის ფილოსოფოსი მაგრამ ჩემი ყურადღება მიიპყრო რამდენიმე საკითხმა და თქვენს გაგიზიარებთ უკლებლივ ყველაფერს არ ჩავიკითხავ ყველა ნაწილს ამ ტექსტისა მე არ ჩავიკითხავ მაგრამ რამდენიმე ძირითად პასაჟზე კი გავამახვილებ ყურადღებას ფრიად საინტერესოზე ჩემი მოსაზრებით იწყებს ასე ჩემი წინა წერილებში ძირითადად აქცენტს ვაკეთებდი იმაზე რომ deep state ანუ არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახები რომლებიც წლები აკონტროლებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს ევროკავშირს სხვადასხვა ქვეყნებს კონკრეტულ უმაღლესი თანამდებობის პირებს იზიუტებს და ასე შემდეგ ისინი არიან რაღაც სამხედრო კონფლიქტებზე პასუხისმგებელნი რებრენდინგის პროცესს გადიოდა ეს deep state მერე უკვე აგზელებს უკრაინაზე უკრაინა გამოიფიტაო ევროკავშირის ეკონომიკა უკვე დაინგრაო თუმცა უკვე შემდგომ ამბობს რომ გარდაუვალია ომი რუსეთსა და ევროკავშირს შორის და საერთოდ ეს წერილი გამოირჩევა ერთი ძალიან საინტერესო მიმართულებით ძალიან საინტერესო აქცენტებით თუ ბანდიტი შალვა პაპუაშვილი ერთ-ერთი პაჟი ერთ-ერთი საცეცი ბიძინა ივანიშვილისა ანეტი ევროკავშირულ მესიჯებს თავაზობს საზოგადოებას ბანდიტი მეორე ლოთი შათირიშვილი ანტი-ამერიკულს თავაზობს პაპუაშვილისაგან განსხვავებით ანუ რა გამოდის რომ ერთის მხრივ ბიძინა ივანიშვილი ჩვენ გვეუბნება რომ უნდა ვიყოთ ანტი-ევროპელები ევროპა ცუდია მაგრამ შათირიშვილის პირით ჩვენ გვეუბნება რომ ევროპა არ არის ისეთი ცუდი როგორიც ცუდი არის ამერიკის შეერთებული შტატები რომელიც ანგრევს შეგნებულად ანგრევს
ევროკავშირს, აქ თითქოს გამოსჭვივის არა იმდენად ზაზა შათირიშვილის, რამდენადაც ბიზინა ივანიშვილის ეკლექტური აზროვნების კიდევ ერთი მიმართულება, მეორე მიმართულება, რომ ამერიკაა ჩვენი მტერი და არა ევროპა, ევროპა თითქოს გვაწოდებს ეს ფილოსოფოსად წოდებული კაცი. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის პარტნიორობის საბოლოო ჩამოშლაო, რაც უკვე განვითარების ფაზაშია და ამის შესახებ ვცლად ამ წერილში ვისაუბრებო, ეს არის პირველი 2 თუ 3 აბზაცი, 2 აბზაცი და მერე იწყება ძირითადი პასაჟები. სანამ უშუალოდ მთავარ სათქმელზე გადავალ, საზოგადოებას შევახსენებ, რომ პროცესები ზუსტად იმ მიმართულებით თითქოს შორს მჭვრეტელი იყოს, იმ მიმართულებით ვითარდება, რაზეც ჩემს წერილებში ადრეც ვსაუბრობდი. ამ ფონზე კიდევ უფრო საინტერესოა სად არიან და რა აზრზე არიან არასამთავრობო ექსპერტები, გადმოგწვდა არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, პოლიტიკოსები და რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელსაც Deep State დონალდ ტრამპის ხელით მართავ, დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატები უმძლავრესი სახელმწიფო არის და იქნება დემოკრატიის შუქურა, რამდენად სწორი სიტყვა არ ვიცი სიმართლე გითხრათ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში ეს ნაკლებად მსმენია. მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები არის რესპუბლიკა, ამერიკის შეერთებული შტატები არის მძლავრი სახელმწიფო და ამერიკის შეერთებული შტატები რასაკვირველი არის დემოკრატია. შესაძლოა დემოკრატიის პრინციპები და ნორმები მოცემულ ეტაპზე უგულებელ ყოფილია ოდნავ ადმინისტრაციის, ტრამპის ადმინისტრაციის ცოტა ხისტი და ცოტა გასული წლებისაგან განსხვავებული პოლიტიკისა თუ რიტორიკის გამო, მაგრამ თქმა იმისა, რომ შეერთებული შტატები თავის შემაკავებელი ინსტიტუტებით, ფაქტორებით დემოკრატია არ არის ტყუილი, არასწორია ამის თქმა და ასე შემდეგ. სად არის ის ხალხი ჩვენს მოსახლეობას რომ არწმუნებდნენ და გონებას ურევდნენ, თითქოს უკრაინა იმარჯვებს. უკრაინა იმარჯვებს მეთქი ერთ-ერთი თქმელი მე გახდით და ახლაც ვადასტურებ, რომ უკრაინა რამდენადაც გადარჩენილია უკვე როგორც სახელმწიფო და გადარჩება შემდგომაც, უკრაინა შესაბამისად არის გამარჯვებული სახელმწიფო, იმიტომ რომ კარგად უნდა გვესმოდეს და ამას ვამბობდით ჩვენ ადრეც, რომ უკრაინის სრულად დაპყრობა უნდა და შლეგ პრეზიდენტ პუტინს, რომლის მიმართაც ხოთაშორის შათირიშვილი ერთგვარად ფრთხილად, მაგრამ კრიტიკულია და ამაზე ვილაპარაკებთ ოდნავ მოგვიანებით, მთელი უკრაინის შესანსვლა უნდა და რუსეთის ფედერაციას და რამდენადაც მთელი უკრაინა ფიზიკურად ვერ შეისანსლება, ანუ კიევის თავზე ვერ აფრიალდება რუსეთის სახელმწიფო დროშა, აქედან გამომდინარე, უკრაინას შეგვიძლია ახლაც თამამად ვუწოდოთ გამარჯვებული ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არ არის გამოიცხული, რომ დროებით მან ტერიტორიების გარკვეული ნაწილი დაათმოს ან დაათმობინოს სოფლიოში არსებული კონიუნქტურის ვინმე სოფლიოში არსებული კონიუნქტურის შესაბამისად. ცოტა დრო დარჩაო, ამასაც ვამბობდით და ცოტა დრო იყო დარჩენილი. უკრაინაში საქართველოსთვის შესაძლებლობების ფანჯარა და დიახაც ომი გვინდა. ინგა ბოდის ვიხდი, დამტენი თუ არ შეწუხდები და სად არიან ადამიანები, როგორ შეიძლება ამდენი შეცდომის და ასე შემდეგ. მოკლედ, აქეთ გვედავება, აქეთ გვაწვევაო, ასე რომ ვამბობთ. ეს კითხვები რიტორიკულიაო, ამასთან დასძენს ფილოსოფოსად წოდებული კარის ბიზინა ივანიშვილის მეხოთბე, ბიზინა ივანიშვილის მორიგისაცეცი, განსხვავებული თითქოს პაპუაშვილისაგან, თუმცა პაპუაშვილთან ერთად ერთ სინდიკატში მყოფი, ოღონდ პაპუაშვილი თუ ფორმალურად ხელისუფლებაშია, ეს ხელისუფლებასთან არის და ალბათ გაცილებით ხშირად სტუმრობს აბასთუმრის უღრანების ბინადრს, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებული. ეხლა მთავარი პასაჟები, მთავარი სათქმელი, როგორც თვითონ ბრძანებს ფილოსოფოსად წოდებული ზაზა შათირიშვილი, გამოლოთებული კაცი, რომელსაც ბიზინა ივანიშვილმა აკითხარით დაახლოებით 9-ში, 10-ში, 11-ში თუ 12-ში დაავალა, რომ ახლა შენი მოსაზრებები გაგვიზიარი იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებაო. Deep State-ის ვერაგული გეგმაო, ამბობს შათირიშვილი, რომლის თანახმადაც ევროპა საბოლოოდ უნდა განადგურდეს და დაინგრეს არა მხოლოდ იდეოლოგიურად თუ ეკონომიკურად, არამედ როგორც მსოფლიო პოლიტიკის ანგარიში გასაწევი ფაქტორი გადამწყვეტ ფაზაშია შესული. ანუ Deep State-ი, რომელიც ებრძოდა საქართველოს, აქამდე მე ესე მეგონა, ყოველ შემთხვევაში პაპუაშვილი თუ ყობახიძე ამას მეუბნებოდნენ, რომ Deep State-ი გავალდებულებს ჩვენ ომში ჩართვას და Deep State-ი არის ევროკავშირი. ახლა გამოვიდა, რომ Deep State-ი არ არის ევროკავშირი, ყოველ შემთხვევაში ფილოსოფოს
წოდებული შატილიშვილის მოსაზრებით და Deep State არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ანგრევს ევროპის კავშირს, ევროპას. გადამწყვეტ ფაზაშიაო შესულიო დღეს უკვე ყველა ვხედავთ რომ Deep State-ის მართული დონალდ ტრამპი, ანუ დონალდ ტრამპი საერთოდაც მართული ყოფილა, ამას იმეორებს პრინციპში ფილოსოფოსი წოდებული შატილიშვილი. ფორმალურ მიზეზს ეძებს ევროპასთან გადამწყვეტი კონფლიქტისათვის, რათა საბოლოოდ ჩაეხსნას ბებერ კონტინენტს, რის შედეგადაც ევროპა, რომელიც ასევე Deep State-ის მიერ იმართება, სრულად კორპორაციული მმართველობის ხელში გადავა, ანუ დაპირისპირებული კი არიან მართლაც ევროკავშირი და შეერთებული შტატები მნიშვნელოვან გრენლანდიის მნიშვნელოვან საკითხზე, მაგრამ ორივე მისეული გაგებით იმართება Deep State-ის მიერ. ახლა აღარ გადაგრლით, რას ამბობს შატილიშვილი ამ მაინც ასე უნდა ვთქვა წერილში, ურთიერთგამომრიცხავი მესიჯებიც აქვს, აბზაციდან აბზაცამდე ხიდი, კავშირი თითქოს არ იკითხება, ერთ აბზაცში ერთს ამტკიცებს ჭყალებში და მეორე აბზაცში მეორე აზრს მისდევს. დონალდ ტრამპი და ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ევროპას სწორედ დემოკრატიის გამო სთხოვს პასუხს. ამბობენ რომ ევროპა აღარ არის დემოკრატიული და ეს იმ ფონზე, როდესაც დემოკრატიის შუქურა მოქმედებს დემოკრატიული პრინციპების საწინააღმდეგოდ. ანუ ბიზინა ივანიშვილი შატილიშვილის პირით გვეუბნება რომ შეერთებული შტატები დემოკრატიის საწინააღმდეგოდ მიდის და აქ ახსენებს რამდენიმე მაგალითს. უყურეთ, ერთ-ერთი მაგალითია. ყველაზე მკაფიო ვენესუელა დღეს შეერთებული შტატები ნარკოტიკების თემას როგორც მოტივს აღარც კი ახსენებს. პირდაპირ ამბობენ ვენესუელის ნავთობი გჭირდება და პროცესების თავად უნდა მართოთ. არ ამბობს შეერთებული შტატები ამას. ვენესუელის ნავთობი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პირველ ყოვლისა შესუსტდეს რუსეთი, მაგრამ ვენესუელის ნავთობის სრული მარაგების გამოტანას მსოფლიო ბაზარზე მინიმუმ 2, 3, 4, 5 წელი და ძალიან დიდი ინვესტიციები სჭირდება ნავთობის ტიპოლოგიიდან გამომდინარე, თუნდაც მისი საწვავად გარდაქმნის ტექნოლოგიების დახვეწის გათვალისწინებით, ამერიკული კომპანიების ვენესუელაში შესვლის გათვალისწინებით და ასე შემდეგ, მაგრამ ესეც რომ არა შეერთებული შტატებისთვის მეორე ხარისხოვანია ნავთობი რომ ვიცოდეთ, მაინც მიუხედავად იმისა, რომ ეს გავრცელებული მოსაზრებაა იმის თავაზე, რომ აი ნავთობი აინტერესებს შეერთებულ შტატებს და სხვა არაფერი. რაც შეეხება ვენესუელაში დროებითი მმართველობის დატოვებას, ძალიან კარგად არის ახსნილი ეს სახელმწიფო მდივან რუბიოს და სხვა თანამდებობის პირების მხრიდან, ისინი ტოვებენ ამ მმართველობას დროებით, ვიდრე არ მომწიფდება ვითარება საიმისოდ, რომ ვენესუელაში ჩატარდეს ნორმალური, ადეკვატური, სწორი, კარგი არჩევნები, რომლის შედეგადაც ვენესუელა მსოფლიო თანამეგობრობას დაუბრუნდება ანტიმადურო ვენესუელას ვიხილავთ გარკვეული პერიოდის. შემდეგ უკვე ვხედავთ, მაგრამ შემდგომ ხომ ვიხილავთ და ვიხილავთ. საინტერესოა დღეს დუმან ის ადამიანები, ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებს დემოკრატიის შუქურად მიიჩნევდნო, ეს მე მგონი შავი კითხე აქამდეც თუ არ ვწდები. და აი ძალიან საინტერესო პასაჟი. ნახეთ რას ამბობს. ვინმე ისევ ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებთან მეგობრობის გარეშე დავიღუპებოდით, კითხულობს ასე ჰაერში ბანდიტად წოდებული ფილოსოფოსად წოდებული კარის ფილოსოფოსი ზაზა შატილიშვილი. დიახ, დავიღუპებოდით. 2001-ში, 2002-ში შეერთებულ შტატებს რომ არ გაეწევთნა ჩვენი შეერაღებული ძალები, ჩვენი შეერაღებული ძალების და შესაბამისად ქვეყანაც იქნებოდა კატასტროფულ მდგომარეობაში, ანუ წვნისა და აღჭურვის პროგრამას გულისხმობ. მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, 2008-ში შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის რო არ აღმოეჩინა დახმარება და სამხედრო ჰუმანიტარული ტვირთი და სამხედრო ჰუმანიტარული ოპერაცია რომ არ დაეწყო საქართველოში შავი ზღვის რეგიონში, კონკრეტულად რუსეთს დაპყრობილი ექნებოდა თბილისი. ამასთან არა მხოლოდ მე-6 ფლოტი შემოვიდა შეერთებული შტატების ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში, სხვა შორის ძალიან საინტერესო ისტორიული ამბავია ეს და ამაზეც ვისაუბრებთ ოდესმე იქ ერდოღანის წინააღმდეგობა, ბოსფორის სრუტე და ცალკეული კონვენციები, რომლებიც შეერთებულ შტატებს დიდხანს ყოფნის დგომას უგზავნიდა, არამედ შეერთებულმა შტატებმა გადაკეტა ცაც და შეერთებული შტატები განიხილავდა მათ შორის როკის გვირაბის დაბომბვას, ანუ პირდაპირ სამხედრო ესკალაციაში შესვლას რუსეთის ფედერაციასთან, რომელსაც მთელი თბილისის
დააპყრობა, საქართველოს დააპყრობა უნდა და იმ პერიოდში, როდესაც კონდოლიზა რაისი ყოფილი სახელმწიფო მდივანი იყო ჩამოსული თბილისში და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხდებოდა პრეზიდენტ სააკაშვილს, იმ დროსაც კი რუსეთის მოიერიშე თვითმფრინავები დაფრინავდნენ თბილისის თავზე, რომ ვიცოდეთ. მაინცაც მკაფიო სიგნალი იყო შეერთებული შტატებისათვის რუსეთიდან, რომ თეორიულად განიხილავდნენ ისინი ამგვარ სამხედრო ოპერაციასაც კი, მაშინაც კი როცა სახელმწიფო მდივანი იყო საქართველოში, თუმცა შეერთებულმა შტატებმა ამაზეც ვისაუბრებთ, ადრე იქნება თუ გვიან, ძალიან მკაფიო სიგნალი გაუგზავნა რუსეთს და ეს თვითმფრინავები მოიხსნა, ჩემი ინფორმაციით, 27-30 წუთში და გაფრინდნენ უკან, სადაც გაფრინდნენ შეერთებული შტატები რომ არ ყოფილიყო საქართველოს როგორც სახელმწიფო, მათ მეუბნები, ვინც საზა შათერიშვილის ამ ბოდვებით არის twin გამოჭედილი და იჯერებს ამას შეერთებული შტატები რომ არ ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფო არ იარსებებდა აღარ ვლაპარაკობ იმ ფორმალისტური თვალსაზრისით 6 მილიარდ დოლარზე რომელიც დახმარების სახით გაუწია შეერთებულმა შტატებმა საქართველოს რეალურად კი გაცილებით მეძზე იმიტომ რომ აქ არის პროგრამული ნაწილი აქ არის მარტო ფინანსური ფულადი ნაწილი და ანგარიშები და არის უამრავი ტექნიკური დახმარება უამრავი კონცეპტუალური სხვა მიმართულებების დახმარებები არის სხვა თუ არაფერი ჩვენი ცეხეპატიტის ელუმინაციის პროგრამა რომ იცოდეთ მაინც რომელიც პრაქტიკულად სრულად დაფინანსებული იყო შეერთებული შტატების მიერ თუ მხრიდან და ეს პროგრამა რომ არ ყოფილიყო ბარემ გეტყვის ყველას ეს პროგრამა რომ არ ყოფილიყო ისედაც ხო უამრავი ნარკოდამოკიდებული პირი ყავს და გვეყოლებოდა 5 ჯერ მეტი ნარკოდამოკიდებული და სიკვდილიანობა ამ მოქალაქეებში გაიზრდებოდა ეხლა მე უკვე 16 წუთია 17 წუთია ეთერში ვარ და ამაზე არ შევჩერდებოდი რომ არა კითხვები რომ არ აუცილებლობა იმაზე გაჩერება იმ საკითხზე გაჩერებისა, მაგრამ შათირიშვილის სხვა ბოდვებსაც გვთავაზობს და უნდა მოვასწრო, აი ვაკეთეთ 25 წუთი ვიყოთ ეთერში ჯამში. კითხულობს ბანდიტი შათირიშვილი. გახსოვთ როგორ მოუწყეს რევოლუცია რუსეთისადმი ლოიალურად და მეგობრულად განწყობილ ვიქტორ იანუკოვიჩს? უყურეთ, აქ უკვე შათირიშვილი არამხოლოდ ანტიამერიკელია. აი ამ პასაჟებში 4 კითხვა აქვს თუ არ ვწდები, 5 უკაცრავად, არამედ ანტირუსეთული პასაჟებიც გაერია მის ამ ეპისტოლეში, კვლავ ვიმეორებ ბიზინა ივანიშვილის დავალებით დაწერილში და ბიზინა ივანიშვილს აქვს გაკეთებული ძირითადი აქცენტები, დასმული ძირითადი აქცენტები შათირიშვილის მორიგ ბოდვაში. ეხლა ნახეთ რას ამბობს. გახსოვთ როგორ მოუწყეს რევოლუცია რუსეთისადმი ლოიალურად და მეგობრულად განწყობილ ვიქტორ იანუკოვიჩს? როგორ ფიქრობთ, რუსეთს, რომელიც იმ მომენტისთვის უკვე რომელმაც იცოდა, რომ უკრაინასთან შესაძლოა პრობლემები წარმოშობილი იყო, არ ჰქონდა იმის რესურსი, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის ხელისუფლებაში შეენარჩუნები ნაცვლად იმისა, რომ რუსეთში წაეყვანა? ჰქონდა თუ არ ჰქონდა ლაპარაკია 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის თებერვლამდე მიმდინარე პროცესებზე რუსეთს არ ჰქონდა ჯერ ეგეთი მაგრამ ყველაფერი გააკეთა ბერკუტის ტიტუშკების იანუკოვიჩის სხვა რუსული რესურსების გამოყენებით რომ ჩაეხშო ის რევოლუციური პროცესები რომელსაც თებერვლის ბიწრულისთვის მოჰყვა ღირსების რევოლუცია რომ დაგვირგვინდა ღირსების რევოლუცია და ყველაფერი გააკეთა რუსეთმა, მაგრამ ხალხის ნებას ის წინ ვერ აღუდგა. უკრაინელების ნებას არა მხოლოდ კიევში, არამედ სხვა ქალაქებშიც. გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთმა სწორედ იანუკოვიჩის ხელით ბერკუტის გამოყენებით დახოცა უკრაინის დედაქალაქის კიევის ცენტრში 150-მდე თავისუფლების მოყვარე, თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქე. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ უკვე შემდგომ რუსეთმა დაგეგმა რევანში უკრაინის წინააღმდეგ, მარტში ჩაატარა ეგრეთ წოდებული რეფერენდუმი ყირიმში და მარტშივე გამოაცხადა, რომ ყირიმი არის მისი კრიმ ვაზრაშაეცა ვრადნუიო გავань, ესეც თქვა, ანუ საკუთარ წიაღში ბრუნდებაო, ოკუპაცია და ანექსია მოახდინა ყირიმის ნახევარკუნძულისა, ეს იყო რევანში რეალურად რუსეთისა და ასე უპასუხა ღირსების რევოლუციას რუსეთმა, ისიც თქვა იმავე პერიოდში ყირიმთან დაკავშირებით სიონია კრიმ, ანუ დღეს ყირიმი, завтра уже Рим. თუ будущем уже Рим. ანუ რომშიც კი შევალთო, აქ გაგახსენდება პუტინის ბოდვა იმის თაობაზე, რომ Россия не заканчивается нигде. Границы, ანუ საზღვრები რუსეთისა არ სრულდება. არსად პუტინი ცდილობს საბჭოთა კავშირის
ერთგვარი ფორმით რეანიმაციას და ვინიცის თუ ამის შესაძლებლობა ექნება და არ ექნება, ამას ხაზგასმით ვამბობ, მაგრამ მაინც უფრო ფართოდაც ერთიანი სახელმწიფოს, უფრო ფართო საზღვრებში ერთიანი სახელმწიფოს შექმნას, მაგრამ ჩვენ აქ პუტინზე არ ვლაპარაკობთ, ჩვენ ვლაპარაკობთ შათირიშვილზე, რომელიც თითქოს აკრიტიკებს რუსეთს გაჩნდა პასაჟები რუსეთის მიმართ კრიტიკული განწყობები უშუალოდ ბიზინა ივანიშვილისა და ამასაც ავხსნით რატომ და უკვე შემდგომ რუსეთის მიმართ სხვა кейსებთან მიმართებაში ვენესუელაზე და უკრაინაზე ვისაუბრეთ, ვენესუელაზე არ გვისაუბრია სუყეთ და ვილაპარაკებთ, ახლა მეორე პასაჟი, მეორე შენიშვნა შათირიშვილისა რუსეთის მიმართ. ყურადღებით ვაკვირდებოდი უკრაინის არჩევნებს და იმ მოვლენას, რასაც ვოლოდიმერ ზელენსკის გაპრეზიდენტება ჰქვია, 2019 გულისხმობს, ჩემთვის აქ აშკარად იკვეთებოდა დახმარების ხელი, რომელიც რუსეთმა ზელენსკის გაუწოდა. მსოფლიოში არსებობს, მოდი ვიტყვი ასე, 50,000 ექსპერტი. არავის მსგავსი სისულელე არ უთქვამს, რომ რუსეთის სამსახურში არის ზელენსკი, ეს იმ თეორიაზე, რომელსაც გარკვეული საფუძვლები სხვათა შორის აქვს, თეორიაზე უარესია, რომ თებერვლის კი არა, ოქტომბრის რევოლუცია 1917-ში ლენინმა მოაწყო გერმანელების დახმარებით, ფული აიღო. აქ კიდევ უფრო შორს მიდის ფილოსოფოსად წოდებული კარის მეხოტბე ბიზინა ივანიშვილისა, ამგვარი საცეცი, ანტიამერიკული საცეცი ბიზინა ივანიშვილის ხელში და ზელენსკის და პუტინის ალიანსზე, არარსებულ ალიანსზე საუბრობს. პირადად ჩემთვის აქ აშკარად იკვეთება, ესე იგი ეს ამ დახმარების მიზნობრიობა თავისთავად არაერთ კითხვას აჩენს, გარდა ამისა დღეს არ აეჭვი არავის ეპარება, რომ ზელენსკი სწორედ deep state-ის ფავორიტი იყო, კი მაგრამ რუსეთი თუ deep state-ის მოწინააღმდეგეა, deep state-ის ფავორიტი როგორ იყო ზელენსკი, თუ ზელენსკი და პუტინი ერთად არიან. ამაში კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შათირიშვილი ფილოსოფოსი ურთიერთ გამომრიცხავ მესიჯებს ავცელებს, მესიჯებს გვთავაზობს, თუმცა მე რომელიღაც ეტაპზე როგორც ჩანს ხვდება, მე ეზარება გადაწერა, ხვდება რომ თვითონაც აბლანდულია და ცდილობს გაასწოროს გარკვეული მესიჯები, ოღონდ ბიზინა ივანიშვილის ქებასა და დიდებას რომ იმსახურებს და მადლობასაც, ესეც ფაქტია და შესაძლოა ჩაკუჭვასაც კი პირდაპირი თუ არა პირდაპირი, არა უფრო პირდაპირი მნიშვნელობით, უშუალოდ ბიზინა ივანიშვილი ალბათ ფულს არ აძლევს მას, მაგრამ ავალებს ვიღაცებს რომ იმ ადამიანებმა რაღაც 5 ბოთლი არყის ფული წინწრებით გადაუხადონ ლოთ შათირიშვილს. ფავორიტი იყო, ესე იგი ზელენსკი deep state-ისა, რუსეთის მხარდაჭერა მისი არჩევისადმი კითხვებს იწვევს, ანუ რუსეთმა დაუჭირა ზელენსკის მხარე, სიგიჟე. მესამე, კითხვას აჩენს რუსეთის მოქმედება სირიაში, როდესაც რუსეთის ფედერაცია მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნიდან კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს არმიას სწრაფად და უმტკივნელოდ გაიყვანა, ბაშარ ალ-ასადს კი მოსკოვში მისცა თავშესაფარი, თითქოს მისტირის ერთის თითქოს კი ნამდვილად. ერთის მხრივ ასადს, მეორეს მხრივ იანუკოვიჩს, მესამეს მხრივ სიგიჟეს ვლაპარაკობს აკითხარი ზელენსკიზე, რეალურად ახლო აღმოსავლეთში, კონკრეტულად სირიაში, თურქეთის და არა მხოლოდ თურქეთის მოქმედებათა შედეგად, ისრაელის მოქმედებათა შედეგად ბაშარ ალ-ასადი იძულებული იყო დაეტოვებინა სირია და გადათრეულიყო მოსკოვში, სადაც ერთი ცნობით, თუმცა ნაკლებად სარწმუნოა ეს თქმა, მაგრამ ქეში ფულიც კი ჩაიტანა რამდენიმე 10 მილიარდი დოლარიც კი და იქნება და ამიტომ წაიყვანაო, ვინმე თუ იტყვის, ამაშიც არ იქნება, ესეც არ იქნება აზრს მოკლებული. მეოთხე, როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ ვენესუელა უბრუნდება ვენესუელის საკითხს, რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი, რომელსაც რუსები წლების განმავლობაში არაერთი მიმართულებით უწევდნენ დიდ დახმარებას, აწვდიდნენ იარაღს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ეხმარებოდნენ ნავთობის რეალიზაციაში და სამხედრო რესურსებთან ერთად ფინანსურად უჭერდნენ მხარს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელში ასე მარტივად აღმოჩნდა. ისე აიხსნება, რომ რუსეთი სუსტია, რომ ვიცოდეთ მაინც და სადაც რუსეთი სუსტდება, ეს ჩვენთვის ქართული სახელმწიფოსთვის, როგორც ცივილიზებული სამყაროსათვის ეს კარგია, როცა რუსეთი სუსტდება, ოღონდ ეს წინს რამდენიმე ადამიანს, მაინც ასე უნდა ვთქვა, სოფლიოში და ბიზინა ივანიშვილი გულდაწყვეტილთა, მოდი ასე ვიტყვი, 10-ულშია, 20-ულშია, წინს რასაკვირველია მადუროს, წინთ მადუროს თავგადაკლულ მომხრეებს, სხვა შორის არა ვიცე-პრეზიდენტს, ახლა რომ ხელმძღვანელია დროებით ვენესუელისა
სწყინს მაგალითად ასაც დასუსტება რუსეთისა და სწყინს აღმოჩნდა რომ ივანიშვილსაც და მის კარის ფილოსოფოს ლოთ ზაზა ჩათირიშვილს. მეხუთე ირანში მიმდინარე მოვლენები. აქ არ შეიძლება არ გავიხსენო გია ვოლსკის პარლამენტის ვიცე-სპიკერის მოსაზრება იმის თაობაზე რომ ჩვენ არ გვაწყობდა თურმე ირანში არეულობები და აიათოლების რეჟიმის დამხობა, იმიტომ რომ გივოლსკისეული კაგებეშნიკური მოსაზრებით ეს გამოიწვევდა ჯაჭვურ რეაქციას სპარსეთის ყურის გარშემო არსებულ სახელმწიფოებში. რეალურად ვოლსკი გასაკვირველი არ დარდობს მაგალითად ერაყზე ან რომელიმე სხვა ქვეყანაზე, ის დარდობს იმაზე რომ საქართველოში ბიზიდა ივანიშვილის რეჟიმი უფრო შეირყეოდა იმ შემთხვევაში თუ წარმატებით დაგვირგვინდებოდა პროცესები თეირანსა თუ სხვა ქალაქებში და ვოლსკი ვეღარ მალავს მას მეტი ჭკუა აქვს როგორც ყოფილ დიპლომატს თუ დიპლომატს ვიდრე საშა შათირიშვილს ამ ლოტს, მაგრამ ვოლსკიც კი ვერ მალავს რომ საქართველოს ოფიციალურად წოდებული ხელისუფლება ბანდა იყო და არის აიათოლების მხარეს. შათირიშვილი ბანდიტის მე გამიგზელდა და მართლა 30 წუთს გადავაცილებ ალბათ. შათირიშვილი ბანდიტი კითხულობს სად არის, სად იყო თუ სად არის ირანთან იმართებაში მისი სტრატეგიული პარტნიორი რუსეთიო, რატომ არ იმჩნევს მისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. იმიტომ მაყურებელს გარუბართავ და არა გამოპახმელიებულ თუ პახმელიაზე მყოფ გაბჟუებულ ზაზა შათირიშვილს, იმიტომ რომ რუსეთი მარცხდება ახლო აღმოსავლეთში სრულად, კავკასიის რეგიონშიც კი მარცხდება, თუ არ ვიღებ ხედველობაში საქართველოს უნდა ვთქვათ ისიც რომ კავკასიის რეგიონშიც კი მას ფეხს აძირკვინებს ესეთი საკრიტიკო ხშირ შემთხვევაში განა არა გრენლანდიასთან იმართებაში ძალიან გვიჭირს მისი დაცვა, ესეთი საკრიტიკო დონალდ ტრამპი, ანუ შეერთებული შტატები, რომელიც უმძლავრესი ქვეყანაა და კვლავ მეორე არის დემოკრატია და არა ანტიდემოკრატია, როგორც დასაბოლებლებს ეუბნება ბიზინა ივანიშვილის ზაზა შათირიშვილის პირით და ასე შემდეგ ამასობაში გამექცა ბანდიტი შათირიშვილის ოღე აქ არის მორიგი აზრების მორიგი აბზაცი. აქ ჩდება კითხვა, ლოგიკური კითხვა, რატომ აცხადებს დონალდ ტრამპი რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თუ არ ივაშკასა გრეხო უკასრავად გრენლანდიას გავცდეთ, ბოდიშვიხთი, გიბოდიშებთ და ბოლო პასაჟებია. ვერც იმას ავული, ხო, იქ ლაპარაკობს ბოდიშვიხთი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5%-მდე ააწევიდა თავდაცვის ხარჯები ნატოს წევრ სახელმწიფოებს და ამით ჩაითრია ომში, რომელიც გარდაუვალია ევროპასა და რუსეთს შორის და ამით ორივე განადგურდებაო. მაგრამ ეს არ არის მთავარი, აქ გითხარით, აქ არის მთავარი შემდეგი პასაჟი. ესე იგი, რუსეთმა დემონსტრირება მოახდინა გარკვეული მომაკვდინებელი იარაღისაო, ეს გაუგებარია, ვინაიდან ომზე გავლენა არ მოუხდენია ამიერ არეშნიკს გულისხმობს სავარაუდოდ და სხვა იარაღს. Deep State-მა აიძულა ნატოს წევრი ევროპის ქვეყნები თავდასხმაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გაზრდა, რაც მათ ეკონომიკას, ანუ გერმანიის, ბრიტანეთის და ასე შემდეგ, ხო, პირდაპირ დაანგრევს. ასეთ სუპერთანამედროვე იარაღის ჩვენება სუპერთანამედროვეაო, ერთის მხრივ ამბობს რუსული იარაღიო, მაგრამ მეორეს მხრივ შედეგი არ მოუტანიაო. საფუძველი უნდა ყოფილიყო ომის გამჩაღებლებს ყურად ეღოთ და შეეჩერებინათ საბრძოლო მოქმედებები, მაგრამ თავარი, რაც მივიღეთ სწორედ ესაა, 5%-მდე აიწია გადასახადმა. სხვა გავლენა კი იარაღს, რომელიც სუპერთანამედროვეა, სუპერმძლავრია, უშუალოდ ომის მიმდინარეობაზე არ მოუხდენია როგორღაა სუპერთანამედროვე და სუპერმძლავრი, თუ არ მოუხდენია ომის დინამიკაზე, ომის მიმდინარეობაზე სარუსეთო გავლენა იმ იარაღს, რომელიც გამოიყენა არაერთხელ რუსეთმა არეშნიკი იულისხმება და არა მხოლოდ. გვერდს იმას ავული, თუ როგორ გვიხატავდა Deep State-ი პუტინს, როგორ კოორდინირებულად წარმოაჩენდა მის პიროვნებას Deep State-ის მიერ ტოტალურად კონტროლირებადი მედია. ახლა კი ვხედავთ შემდეგს, რუსეთის პრეზიდენტმა ღაზის სამშვიდობო საბჭოში გაწევრიანების შეთავაზება შეერთებული შტატებისაგან მიიღო, რაც რასაკვირველია საკრიტიკოა Deep State-ის მიერ მართული ტრამპის კრიტიკა აუცილებელია, ოღონდ Deep State-ის მართული არ არის ტრამპი, რასაკვირველია, ზაზა შათირიშვილი ამბობს ამას. რა თქმა უნდა, ლოგიკური პასუხები ამ კითხვებზეც აქვს, და ისიც ცხადია და გასაგები, რა დგას ამ ყველაფრის უკან. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ჯერჯერობით ამ თემებზე საუბარი ნაადრევია, რადგან ამ წუთისთვის დღის წესრიგში ის საკითხები დგას, თუ და ვერ დაიცავით, რაღაი ვერ დაიცავით სირია.
Რაღაცი ვერ დაიცავით ვენესუელა. Რაღაცი ვერ დაიცავით, თავის ირანი მაგალითად. Რაღაცი ვერ დაიცავით სხვა ის სივრცეები, რომლებსაც აკონტროლებდით. Რატო დაგვიცავთ ჩვენ? დაგვიცავთ თუ არა ჩვენ? ეს კითხვები აქვს ბიზინა ივანიშვილს და არაზა შათილიშვილს პუტინის მიმართ. ბიზინა ივანიშვილი იმასაც უშვებს, არა ხვდება, არამედ უშვებს, რომ ამ deep state-ის და შეთქმულების თეორიებით ვის გათვალისწინებით, რომლებიც რეალურად არსებობს, რუსეთმა შეიძლება ის გასწიროს და ზაზა შათილიშვილს ალაპარაკებს ახლა ამ მიმართულებით. ადრესატი არის ქართული საზოგადოება, რასაკვირველია. მაგრამ ქართულ საზოგადოებას უნდა მიაწოდონ შემდეგი ინფორმაცია, რომ ყველა ბიზინა ივანიშვილის მოწინააღმდეგე ამერიკის შეერთებული შტატებიც კი, რომელსაც აქებდა პაპუაშვილი, მაგრამ აძაგებდა ევროპას ეს პაპუაშვილი, შეერთებული შტატებიც კი საქართველოს მოწინააღმდეგეა. ევროკავშირიც საქართველოს მოწინააღმდეგეა. უკლებლივ ყველა საქართველოს და კონკრეტულად ბიზინა ივანიშვილს ებრძვის და ბიზინა ივანიშვილი დგას ვითარც აპოლონი და იცავს ამ ქვეყანას deep state-ის, ან გლობალური ომის პარტიას, ან გლობალური მოთამაშეების შემოტევებისაგან, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, გაუბედურებას, გაჩანაგებას და ასე შემდეგ. ოხრა მაგარია საქართველოს de-facto ლიდერი და აი ახლა პირველად ჩნდება ბიზინა ივანიშვილის და არაზაზა შათილიშვილის, ესეც უნდა ვთქვათ ღიად, ანუ არ უნდა მოვთხოვდეთ, რომ და უნდა გვეგონოს, რომ ზაზა შათილიშვილი ამ მოსაზრების ავტორი, ეს ნაკარნახევია, ეს ხაზი, ეს პასაჟები, ეს მიმართულება ბიზინა ივანიშვილის მიერ თუ მხრიდან, ახლა უკვე გაჩნდა ანტირუსული გზავნილი, ანტირუსეთული გზავნილები, დაგვიცავით ჩვენ. მოგვეცით გარანტია, თქვენ ვერ მიეცით გარანტია ბაშარ ალ-ასადს, თქვენ ვერ მიეცით გარანტია და ვერ დაიცავით ნიკოლას მადურო, თქვენ ვერ დაიცავით თქვენი იანუკოვიჩი, ჩვენ უფრო მეტად გეტენებით და დაგვიცავთ თუ არა, ჩვენ ადრესატი არის რეალურად რუსეთის ხელისუფლებას, რომელსაც უთუოდ უთარგმნიან პაჟი გამოლოთებული და პახმელიაზე მყოფი ზაზა შათილიშვილის ფორმალურად რეალურად კი ბიზინა ივანიშვილის ამ გზავნილებს უთარგმნიან რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, საქართველოს ვინც კურირებს მათ, უთარგმნიან ეკლესიის წარმომადგენლებს, უთარგმნიან დუგინს, უთარგმნიან ფსბ-ს, უთარგმნიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ვინც ის ფურცელი მიაღწევს კიდეც, თარგმანი მიაღწევს კიდეც პუტინამდეც კი და ეს იქნება წაკითხული ასე, რომ დაგვიცავით, ჩვენ გვჭირდებით თქვენ და არ გაგვჭიროთ ისე როგორც გასწირეთ ასადი, იანუკოვიჩი, მადურო თუ სხვა ლიდერები. აი ეს არის სიახლე ზაზა შათილიშვილის, კი არა რეალურად ბიზინა ივანიშვილის ახალ ეპისტოლეში, ახალი მიმართულება ჩნდება, რომ საქართველო აბსოლუტურად მარტოა და მარტოა საქართველოს de-facto ხელისუფლება ვუდასტურებ ზაზა შათილიშვილს, მარტოა, იმიტომ რომ დონალდ ტრამპმა მაგალითად, ხო, და დონალდ ტრამპმა იმ საბჭოში, რომლის შექმნის აუცილებლობაც არ არის, რასაკვირველია, მიიწვია ყველა, მიიწვია ფაშინიანიც კი, მიიწვია პუტინი, მიიწვია ლუკაშენკა, მიიწვია პირები, რომლებიც ვერ ჩაითვლებიან ბიზინა ივანიშვილზე დემოკრატებად, რასაკვირველია, აქედან გამომდინარე საფუძველი მიწვევისა არის არა დემოკრატიის ხარისხი ამა თუ იმ ქვეყანაში, მაგალითად ბელარუსში, არამედ ამა თუ იმ პირის მსოფლიო მნიშვნელობა ან რეგიონული მნიშვნელობა და ბიზინა ივანიშვილი გასწირა ტრამპმა და ამიტომაც დამატებითი მიზეზი, რატომაც ანტიამერიკული პასაჟებით არის გამორჩეული ეს ეპისტოლე ბიზინა ივანიშვილი შათილიშვილისა, ხო, არის ისიც, რომ სრული იგნორია, სრულ იგნორს უკეთებენ ამ რუსეთის მავრს, რომელმაც ცალკეული საქმეები გააკეთა საქართველოში, დაანგრია, მაგრამ რუსეთი მაინც უკმაყოფილოა შესაძლოა ამ პიროვნებით, იმიტომ რომ მეც თხოვს ბიზინა ივანიშვილს და ზაზა შათილიშვილიც ახმამაღლდა, უფრო სწორად ბიზინა ივანიშვილი ახმამაღლდა და რუსეთს თხოვს დამიცავიო იმ შემოტევებისაგან, რომელიც ომს აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ გლობალური ომის პარტია, ამჯერად უკვე შეერთებული შტატების ლიდერის თავკაცობით. ეს არის და ეს პახმელიაზეა ზაზა შათილიშვილი, გარწმუნებთ გაივლის გარკვეული პერიოდი, ბიზინა ივანიშვილისაგან მიიღებს სხვა დავალებას და ანტიამერიკული და ანტირუსეთული
ვითობანთ რუსეთული გზავნილები, შეიძლება ღია პრორუსული გზავნილებით და ღია პროამერიკულით. მათ ხომ ღირებულებები არ გააჩნიათ, ისინი უბრალოდ რაღაც შეთქმულების თეორიას იღებენ და ბიზინა ივანიშვილისა და ბიზინა ივანიშვილის ბაობაბის ხის გარშემო ტრიალებენ და უკუჭავენ მათ 3 ბოთლი არყის სტალიჩნაიას ფულს. ნახვამდის.